ანესთეზიები უნდა დავიწყოთ ბავშვებო. ქვეტაყბაზე რეგიონული ანესთეზიების დროს ითიშება, ნახეთ, ზედაზე პირველი ვამბობდი რა ნერვებს ვთიშავთ, ხო? იმისათვის რომ სრული გაუტკივარება იყოს. სრული ნიშნავს რომ გამოფხიზლდი. სრული ნიშნავს რომ კბილი იყოს გაუტკივარებული ლოყის მხრიდანაც და ენის რაღაცე სასა მითხრათ ქვეტაყბაზე. ანუ ორ მხრივად უნდა იყოს. ორალურ მხარეს და საით ვესტიბულურ მხარეს. თუ რომელიმე მხარეს არ არის გათიშული, არ არის სრული გაუტკივარება. ითიშება, ჩამოვთვალოთ ახლა რომელი ნერვები. აბა სამწვერა ნერვის ანატომია ცოტათი მაინც. ქვედალვეული ნერვი, მენტალური ანუ ნიკაპის ნერვი, კიდე ენის ნერვი და რა უნდა იყოს გათიშული? ქვედალვეული, ენის, ნიკაპის ნერვი რისი გაგრძელებაა? ქვედალვეული. კიდე რომელი ნერვი უნდა გაითიშოს? ერთი ნერვი გამოდის კიდე მესამე ტოტი, აი მესამე ტოტიდან. აი ოვალური ხვრელიდან გამოდის, ოვალური ხვრელიდან. აი ესე გახსოვთ? მიდით. ხო, ლოყის. ლოყის ნერვი, ესე ქვედალვეული ნერვი, ენის ნერვი, ლოყის ნერვი და მენტალური ანუ ნიკაპის ნერვი. ძირითადად ესე იგი ეს ტოტები გვაინტერესებს ჩვენ ანესთეზიების დროს რო გავთიშოთ. არის ამის კამა. ესე იგი, ხა როგორ დავიწყოთ? ქვედაყბის ტოტზე, ქვედაყბა რისგან შედგება? სხეულისაგან. სხეული, საიდან სანამდეა? აქედან, აქამდე. ხო, დაიდე, აბა შენზე მანახე. კუთხე რომელია ქვედაყბის? ეს არის კუთხე. კუთხიდან კუთხემდე არის რა? სხეული. ეს რა არის? ამებს რა ქვია? ეგ ტოტები თქვენ. ტოტები. რა ხო, რა, ქვედაყბის ტოტი, ვერხვის ტოტი ხო არ არის დააყოლე. ქვედაყბის ტოტები, ანუ ასწვრივი ტოტები, ასწვრივი. გარეთა ზედაპირი აქვს და შიგითა ზედაპირი აქვს. სხეულს გარეთა ზედაპირი აქვს, შიგითა ზედაპირი აქვს. სხეულს კიდე აქვს ქვედა კიდე და ზედა კიდე. გასაგებია, ხო? ეს უბრალოდ გავიხსენოთ, ესე იგი ტოტები და სხეული. ჩვენ პირველი დავიწყოთ ახლა მანდიბულური გაუტკივარება. ისე ერთი რამე გამახსენეთ. ამ ტოტზე რატო გითხეთ? ტოტზე რა არის მიმაგრებული? გარედან და შიგნიდან, რა? საღეჭი კუნთები. იცი გარედან რომელი კუნთებია? თვითონ საღეჭი კუნთი და საფეთქი. შიგნიდან ღვთისებრი კუნთი არის მედიალური და ლატერალური. ანუ შიგნითა და გარეთა ღვთისებრი კუნთები. ზოგადად ბავშვებო, აი ესე კუნთი რო იყოს. კუნთები რას უმაგდება? ყველა საღეჭი კუნთი და ზოგადად ყველა კუნთი მიმიკურის გარდა. ერთი ბოლოთი ძვალზეა, მეორე ბოლოთი ძვალზეა. მიმიკური კუნთებია ერთადერთი ორგანიზმში, რომელიც ერთი ბოლოთი ძვალზეა და მეორე ბოლო კანქვეშ არის თავისუფლად, იმიტოა რომ მოძრაობ მიმიკას იცვლი, მიხვდით ხო? ის მეორე ბოლოთი ძვალზე არ არის, კანქვეშ არის თავისუფლად ეს კუნთი. მიმიკურები, დანარჩენი ყველა ორივე მხრიდან ძვალზეა ესე. და კუნთის მიმაგრების, ნახე, ძვალზე როა. კუნთის ძვალთან მიმაგრების ადგილებს შორის აქ სივრცეებია. მიხვდით? ანუ კუნთი რო ძვალს უმაგდება, მაგათ შორის არის სივრცეები, რომელშიც არის ფაშარი ცხიმოვანი ქსოვილი. ამ სივრცეებს ქვია ფრთათა შორისი სივრცეები, დავიხსოვოთ, ფრთათა შორისი სივრცეები. და იქ გადის სისხლძარღვები და ნერვები. წარმოიდგინეთ, ესე იგი, კუნთის ძვალთან მიმაგრების ადგილებს შორის არის სივრცე, რითი ამოვსებული, რომელიც ფაშარი ცხიმოვანი ქსოვილი. და ამ სივრცეებს რა ქვიებია? ფრთათა შორისი სივრცეები. ან ფრთაქვედაყბის სივრცეს ეძახიან, ან ფრთათა შორის სივრცეს ეძახიან და დავიხსოვოთ, რომ იქ გადის სისხლძარღვები და ნერვები. აი ინფრატემპორული რო გითხარი, რო ვისწავლეთ, გახსოვთ? ზოგჯერ მეც თუ შეიყვან ცოტა ანესთეტიკს, ქვედა ბოლო მოლარებზე სუსტიან რატო იქ ხრელში ხوار შევსულად. ანუ იმ ფრთათა შორის სივრცეში თუ ჩაიყვარა ანესთეტიკი, ზუსტად სადაც სისხლძარღვები და სისხლძარღვი ამ წუთში მე არ მჭირდება, მაგრამ ნერვები სადაც გადის, იმიტოა რომ იქ ძალიან სუსტი ანესთეზიას მიიღებ. გასაგებია ეს სივრცეები დავიხსოვთ. ზოგჯერ იმ სივრცეში თუ შეხვალ, იმ ნერვს გაუტკივარებ რა.
ეს გავიხსენოთ უბრალოდ ანატომიური ნაწილი. ეხლა ქვედაყბის ანესთეზიები ჩვენ დავიწყოთ მანდიბულური ანესთეზიით. რა იქ მანდიბულა, რომელიც ძვალია? ქვედაყბა. ნახეთ, რადგან ვიყენებთ ქვედაყბის კბილებზე, ამიტომ სახელწოდებაც მას დაარქვეს მანდიბულური ანესთეზია. მანდიბულური ანესთეზიის დროს ითიშება ორი ნერვი. ეს არის ქვედა ალვეოლური ნერვი და ენის ნერვი. იცით რა მინდა კბილები. აი მომეცეს მე შეიძლება დამჭირდეს ზედა არ არის? ზედაც მომეცი. იყოს არა უშავს მოძრავნი იყოს. იყოს ისინი მოყავს. კონდიცია. კაი, ესე იგი, ქვედა ალვეოლური ნერვი ითიშება და რომელი? ენის ნერვი. ეხლა სანამ ტექნიკაზე გადავალ ანესთეზიის, მანამდე ჩვენ აუცილებლად უნდა ისევე ანატომიური ნაწილი განვიხილოთ, გავიხსენოთ, რა ვისწავლოთ. ეს მე მჭირდება ამ ანესთეზიისთვის, ნახეთ, რეტრომოლარული მიდამო. რომელია ეს მიდამო? რეტრომოლარული მიდამო. რეტრო რას ნიშნავს? აი რეტრო მუსიკა უყვარს ვიღაცას. ძველი, მაგრამ ახალ თუჯი ძველია. რეტრომოლარული რა იქნება? უკანაბობა. რომელი მიდამოა? მოიცადე, ნახე ეხლა აქაც ნახოთ. და კბილებზეც. მოდი შენი აზრი, თით ჩააყოლე რეტრომოლარული მიდამო. აი სადღაც აქეთ იქნება. არა, იქ შიგნით უმიდიხარ. შიგნით. ანუ აი სივრცე იქნება სადღაც. აქ მოლარის უკან ეგრევე. ნახეთ რეტრომოლარული მიდამო რას ქვია? ზედა და ქვედა ბოლო მოლარებს შორის, ბავშვებო, აი ამას. შიგნით გარეთ არათო, მიხვდით? რეტრომოლარული მიდამო ყოფილა, ესე იგი ზედა და ქვედა ბოლო მოლარებს შორის. ეხლა თუ მერვე არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც რეტრომოლარული მიდამოა. მიხვდით? გინდა კონდეს საღეჭი გბილები, ისე ვიძახ გინდა რა, ანუ წესით ახლა აქ არის, ხო? აი ეს მიდამო ყოფილა რა, რეტრომოლარული მიდამო. აი ეს მიდამო გვერდება ჩვენ. ეს წესით უნდა თქვენ იცოდეთ ანატომიიდან, უფრო ანატომიიდან, მაგრამ მე ხა მაინც უნდა განვიხილო. ესე იგი, ნახეთ, ეს სიბრძნის კბილია გამოღებულია. აი ეს მიდამოა. რეტრომოლარული მიდამო. რეტრომოლარული მიდამო უნდა გავიხსენოთ ახლა. შედგება, შენ უყურებ? იმას ნუ დაეყნობი, გადაღებულ იმას. რეტრომოლარული მიდამო შედგება რეტრომოლარული ფოსოსგან, აი ესე, ფოსო არის ცოტა ჩაღრმავებას ნიშნავს, აი ეს რეტრომოლარული ფოსოსგან, რომელსაც გარედან რასაზღვრავს, ეს რა არის, ტოტის რომელი კიდე, წინა კიდე, ეს წინა კიდე ქვემოთ მიდის და მოლარებთან ნახეთ ირიბხას ქმნის, აქეთ კედელს ეს ასკელებს, არის გამობერილიც არის. მერე ყველა მოდით ახლოს და ეს განვიხილოთ კარგად. ესე იგი, რეტრომოლარული ფოსო გარედან მოსაზღვრულია ქვედაყბის ტოტის წინა კიდით, რომელიც ქვემოთ მიემართება და მოლარებთან რაში გადადის, ნახე, ირიბხაზი. ირიბხაზი ქვია მაგას, მოლარებთან არის, აქეთ აღარ გრძელდება, აი, ირიბხაზში. შიგნიდან ეს ფოსო მოსაზღვრული არის საფეთქლიდან მოდის, საფეთქლის ზვლიდან არ გაგიკვირდეთ და იმიტომ ქვია საფეთქლის ქედით. აი ეს ზონარივით მოდის საფეთქლის ქედი. ნახე, მოდი, მე ყველა მეს უნდა იცოდეთ კარგად. ვინც ვერ აღიქვავს, მე მოდი. ნახე, აგერ ზონარივით როა, ნახე. მოდის, ესე იგი, საფეთქლის, შიგნიდან მოსაზღვრულია საფეთქლის ქედი ქვია, უბრალოდ ხაზივით მოდის. საფეთქლის ქედით, რომელიც ქვემოთ მოემართება და სანამ ბოლო მოლართან მივა, ნახეთ აქ, იყო თანდათან სქელდება სხვათა შორის, ან უფრო მსხვილდება და სანამ ბოლო მოლართან მივა, იყოფა, ესე აიხეთ, ორ ფეხს გაძლევთ. დამავიწყე სახელი. ვაგი მოისმინე ეს. ვისმე. უბრალოდ უყურე. ესე იგი, იყოფა, გვაძლევს რას? ორ ფეხს ეძახიან, აი ესე ორ ფეხს გაძლევს, ერთი არის შიგნითა, ერთი ფეხია გარეთა. და ამას ქვია რეტრომოლარული სამკუთხედი. წვერვალი საით არის? შენ ვერ უყურებ. არა, ქვემოთ თუ ზემოთ. ნახეთ, ესე იგი.
აი ეს არის მუქად არის ეს ესეა ბუნებრივად აი ამას ქვია რეტრომოლარული რა სამკუთხედი რომლის მწვერვალი ზემოთ არის და ესე იგი რეტრომოლარული სამკუთხედი სად ყოფილა ბოლო მოლარის უკან მოდი გასაგებია ეხლა მოკლედ ისე ვაჯამებ ამ მიდამოს ესე იგი რეტრომოლარული მიდამო შედგება რეტრომოლარული ფოსო აი ესე ჩადის თელს სიგრძეზე რომელიც გარედან მოსაზღვრულია ტოტის წინა კიდით ის მიემართება ქვემოთ და მოლარების მიდამოში ირიფხაზში გადადის შემდეგ შიგნიდან მოსაზღვრულია საფეთქლის ქედით რომელიც ასევე მიდის ქვემოთ თანდათან სხვილდება და სანამ ბოლო მოლართან მივა მანამდე ორად იყოფა ორ ფეხს გაძლევს შიგნითა და გარეთა და ეს ორი ფეხი ქმნის რეტრომოლარულ სამკუთხედს აი ეს სამკუთხედი რომლის მწვერვალი ზემოთ არის მიმართული ეხლა ბავშვებო ეს ვინმე თუ ვერ გაიგო არ მოგერიდოთ კარგი დაფიქსდით და თუ რაღაცა ჩამოვაყალიბოთ კიდე ვინმე არის ვინც ვერ გაიგო რომ მანდიბულურ ანესთეზიას ყველანაირად ვერ დაიზეპირებთ რეტრომოლარული მიდამო უნდა იცოდე იქ მიდამო ხშირად ვახსენებთ იქ ფოსოს სამკუთხედს იხდით ტექნიკაზე როცა გადავალ ამიტომ ეს უნდა იცოდეთ ეხლა ერთი წუთით მოდით და ყველა ნახეთ სამკუთხედი რომელია